მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Შიმშილობის მე-20 დღე, თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველას ინდისის პატიმარს. ახალციხეში სუპერმარკეტის მარტის აფეთქების შედეგად მიმდებარედ რამოდენიმე სახლი დაზიანდა. რამ გამოიწვია აფეთქება ამ დრომდე უცნობია. მეტ დეტალს ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. ვისოლ ჯგუფში არიციან მიზეზი თუ რამ გამოიწვია აფეთქება მათი სუპერმარკეტის მარტის ახალციხის ფილიალში. აქ ისევე როგორც შსს-ში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს მოკვლევა. აფეთქებამ დააზიანა როგორც სუპერმარკეტის შენობა, ასევე მიმდებარედ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მაღაზია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. რა მოხდა? გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას. რა მოხდა რომ გითხრათ ორი სიტყვით რა? ვიცი, ბავშვებთან ვიყავი შვილებთან ერთად და ისა უცბად რაღაცა და აფეთქდა და ძლიერი აფეთქების ხმა ახალციხელებმა გუშინ დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის გაიგეს. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ხმა თითქმის მთელს ქალაქს მოედო. ჩვენს გადამღებ გუნდს ადგილზე უთხრეს, რომ აფეთქება სუპერმარკეტის მეორე სართულზე მოხდა და შემთხვევას მსხვერპლი და დაშავებული არ ხავს. აქვე გავარკვიეთ, რომ აფეთქების დროს მეორე სართულზე მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცავებმა უვნებელი გამოიყვანეს. რაღაცა ხმაური გავიგე და გამოვარდით გარეთ და რა აფეთქდა და რა იყო ნამდვილად არ ვიცი. ზემოდან გავიგეთ ხმა და რავი ჩვენ გარეთ გამოვარდით. აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სახლებს ჩამომტვრეული აქვს ფანჯრები, დაზიანებულია სახურავები, კარები და შიდა სივრცე. ერთ-ერთი დაზარალებული ხათუნა ჩოგოვაძე ჩვენთან ინტერვიუში საშიშ საცხოვრებელ გარემოზე მიუთითებს, რადგან მისი და მისი მეზობლების თქმით, სუპერმარკეტში აფეთქება რამდენიმე წლის წინაც მოხდა. თუმცა არა ამ მასშტაბის. აღნიშნულს უარყოფენ ვისოლ ჯგუფში. ეხლა გადავრჩით, მაგრამ ეს მეორედ აფეთქდა. მესამეთ რო კიდე რამე იყოს, მეოთხეთ რო კიდე რამე იყოს, ვინმე მომცემს იმის გარანტიას, რომ ჩვენ კიდე გადავრჩებით? ხო ვიღაცამ უნდა დაიცვას ეს. აი ამაზე გვაქვს საუბარი, თორე დამტროულ პლასტიკატზე კი არა და რაღაც ჩალეწილ, ყველაფერი აღდგება, ყველაფერი გაკეთდება. მაგრამ აი იმ შიშის ფაქტორი, რომ ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია, აი ეს ფაქტორი არ გვეხსნება. აი ამაზე უნდა იზრუნოს ვიღაცამ, ამას ვითხოვთ და ამას მოვითხოვთ. გარეთ გამოვედით, რომ ფანჯრები დაამტრია, შიფერი კრიშისა დაამტრია, ვაფშემ არ ვიცი რა დღეში ვიყავით და რამკაც არის ჩამტრეული მან და სტეკლოები, დენის პროვოდები, ახა სულ ჩამბიცარი, ამოგლეჯებული. რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენად არის დაცული როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოება. ჩვენ კითხვებით ვისოლ ჯგუფს დაუკავშირდით. აქ ვიდეო კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო მოგწერეს, რომ ამ დროისთვის არიციან რამ გამოიწვია აფეთქება. ასევე გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს დაზიანებული სივრცეების აღწერა, რომ დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურონ. მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ და როგორც კი გვეცოდინება დასკვნა სიამოვნებით გაგიზიარებთ. გარდა შიდა უსაფრთხოების რეგულაციების დაცვისა, რომელიც კომპანიის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ახორციელებს, ჩვენ რეგულარულად გავდივართ გარე შემოწმებებსაც შესაბამისი სამსახურების მიერ, რომ მოვახდინოთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია. მარტის შენობას რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა. თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, რეაბილიტაციაში და ინტერიერს ჩაუტარდა და სამუშაოები არ იყო შემხებლობაში იმ ტერიტორიასთან, სადაც აფეთქება მოხდა. დაიწყო თუ არა შრომის ინსპექციამ საკითხის შესწავლა, ამ კითხვებით უწყებას დაუკავშირდით. გვეუბნებიან, რომ შესაბამისი მითითებების გასაცემად ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას. დაიწყო თუ არა ექსპერტიზა მიზეზის დასადგენად. შსს-ში ვერ აზუსტებენ და გვეუბნებიან, რომ გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზაც არისო დაგეგმილი. მომხდარზე გამოძიება SSK-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ხვალ ახალციხეში მზია ამაღლობელისა და ყველა სინდისის პატიმრის განთავისუფლების მოთხოვნით. უწყვეტ საპროტესტო აქციას თბილისიდანაც შეუერთდებიან. ინიციატორი აქტივისტი კახა მაღრაძეა. როგორც მაღრაძე ჩვენს რედაქციას ეუბნება, გეგმავენ ყოველ შაბათს რეგიონებში იარონ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ და მოქალაქეებს პროტესტის მნიშვნელობაზე ესაუბრონ. პროევროპული საპროტესტო აქცია ახალციხეში დღესაც გაიმართა. ეს პროცესი რეჟიმთან ბრძოლა და რეჟიმის ჩამოსვლაზე ასე ვთქვათ მუშაობა წინააღმდეგობის მოძრაობის საკმაოდ იწელება და ყველა ხედავთ რომ არაფრის დათმობაზე წამსვლელი ქართული ოცნება არ არის და მაქსიმალურად აჭიანურებს პროცესს მიუხედავად საერთაშორისო იზოლაციის თუ შიგნიდან ასეთი დიდი წინააღმდეგობისა ჩვენ ჩავთვალეთ რომ ჩვენი გაძლება და სიჯიუტე ყველაზე გადამწყვეტი იარაღია უცხოთ ხელს ერთმანეთს რომ პროტესტმა მიაღწიოს მისდე მამაკაცმა, რომელიც გუშინ ახალციხეში რუსთაველის 58-ის მიმდებარედ უგონო მდგომარეობაში ნახეს, კლინიკა იმედი დღეს დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის მენეჯერი მზია კაკოშვილი გვიდასტურებს. რა მიზეზით მოხდა კლინიკაში, აქ ზუსტ დეტალებზე არ საუბრობენ. პირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში წუხელ ღამით პირველის ნახევარზე გადაიყვანა. ნამდვილად დაასრულებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს გთავაზობთ ანალიტიკოსების შეფასებებს. ვრცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-წერტილი G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. იმედი სასოწარკვეთა და შიში, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მარტო დარჩება. ასეთია კიეველთა განწყობები ტრამპის პრეზიდენტობის პირველ კვირებში. მართლა იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს თავის სიტყვას და ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რათა აგრესორი პუტინი შეაჩეროს. შეიძლება საჭირო გახდეს დათმობები, რათა ჩვენი ჯარისკაცები აღარ დაიხოცონ. ნებისმიერი შეთანხმება ალბათ უკრაინის საწინააღმდეგო იქნება. ჩვენ იზოლებული გავხდებით, დათმობებზე წავიდეთ. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და არა გარე განძალებზე. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში პირდებოდა საზოგადოებას, რომ რუსეთის ომს უკრაინაში დაასრულებდა. ანალიტიკოსი მიკოლა ბიელისკოვი ამბობს, რომ ჯერჯერობით მკაფიო სტრატეგია არ ჩანს. უკრაინასა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ. რუსეთი მოითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურად აღიარებას და ნატოს ღია კარის პოლიტიკის დასრულებას. რუსეთი ასევე მოითხოვს მკაცრ შეზღუდვებს უკრაინის თავდასხმის ძალებზე. ბიელისკოვის აზრით, ასეთი მოთხოვნების შესრულება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაშლის ტოლფასი იქნება. უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებზე რუსეთის კონტროლის ოფიციალურად აღიარება მასშტაბურ პოლიტიკურ ცვლილებებს საჭიროებს. ეს შეიძლება იყოს საკანონმდებლო ცვლილებების ან კონსტიტუციის გადახედვის საკითხი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის გავლით მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინელ საზოგადოებას ეკუთვნის. პროფესორი ვალერი პეკარი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებაზე დათანხმება ქვეყანას მთლიანად დაუცველს დატოვებს. ის მიიჩნევს, რომ მხოლოდ ნატოს წევრობის საკითხი შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. მე უკრაინის მოლაპარაკებების მხარეს რომ წარმოვადგენდე, დიდი სიამოვნებით დავპირდებოდი, რომ 10 წლის განმავლობაში ნატოში გაწევრიანებას არ ვეცდებოდით. პირველ რიგში ამ ეტაპზე ნატოში არავინ გვეპატიჟება. შეგვიძლია დავპირდეთ და რამდენიმე წელიწადში გეოპოლიტიკური ვითარება შესაძლოა შეიცვალოს. პრობლემა ის არის, რომ ეს პუტინისთვის საკმარისი არაა, ამბობს ბიელისკოვი. მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა სცადა პუტინისთვის შეეთავაზებინა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დროებითი მორატორიუმი. ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი პრაქტიკულად ნულოვანია. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს მათ არ აკმაყოფილებს.
ბიელისკოვი აცხადებს, რომ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებებში უნდა გაძლიერდეს. პეკანი დარწმუნებულია, რომ პუტინი ომის გაგრძელებას აპირებს. პუტინს გონია, რომ ყველაფერი კარგად მიდის და მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჭდება. პრეზიდენტი ტრამპი ნავთობის ფასების დიდ ცვლილებას პირდება. თუ ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა, რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება, მაგრამ ამისთვის ბევრი მოთამაშის თანამშრომლობა იქნება საჭირო. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მალე პუტინთან ისაუბრებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაასრულოს. მან ასევე თქვა, რომ უკრაინა მზადაა შეთანხმებისთვის. პრობლემა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ისაა, რომ პუტინი მზადაა ომი გააგრძელოს. Не буду готовий бачити нас в НАТО, ми не будемо в НАТО.